Გამოშვებას ვიწყებთ ინფორმაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტებმა გურის რაიონიდან ამჯერად შუახნის ქალი და მისი სიძე გაიტაცეს. დაკავება სოფელ ზემო არცევთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაკავების მომენტში მთვარისა კანკია საყოფაცხოვრებო ნივთს აწვდიდა სიძეს, რომლის სახლი მავთულხლართების იქით მდებარეობს, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს. ბოლო დღეებში ეს უკვე მეოთხე გატაცებაა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან ქარელის რაიონიდან გატაცებულებიც. სოფელ დვანის მაცხოვრებლები მიხეილ ქრისტესიაშვილი და გიორგი ქოქოშვილი რუსმა სამხედროებმა შაბათს მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საკუთარ ბაღში მოსავალს იღებდნენ. ტანსაცმელი აი ნივთები, საოჯახო ნივთები უნდა გადაეწოდებინა და მაშინ დაიჭირეს. ეხლა ამჟამად ცხინვალშია ველოდებით, რომ ის ბიჭმა დარეკა, რომ აუცილებლად გამოუშვებენო. უცებ იქ დამალულები იყვნენ და სტოპ გესვრითო და გაჩერდნენ, მაცა წაიყვანე ეს. აგრე დადია სულა ეგვალა წმინდა გიორგი არის ეკა. მე იქ იმალებიან, ვიმე გაილის, გამოილის ფულს აკეთებე შვილო სხვა რა. მიხყავთ ხალხი და გადაიხადე და გამოგიშვებ.